დილამშვიდობის სახალხო. მეც მაგამშვიდობია. ზვარი ეტერა შემითოლითა. მაჟიგოგის გაუმარჯოს. ო. აბეთი გამიშიჯე, როგორი არაღია. სიმწარე გაშორა სირბო მოგწე. იცოცხლე. ხათის გამჩერმა. როგორია? ო. კარგია. გამარჯობა ზაშებო. დილამშვიდობის აბიბღაი. აპარეკ დამოიდე. მაჟიგოგის გაუმარჯოს. მეც მაგაგიმარჯოს. მაიტა ედოქი. ხანდახან არ დაგიფასებენ გაჩრომას. მეტი რა გინდა? კედლებით აყვავებული მკერდი გაქვს. ეგ რა არის? მე რო შრომა დამფასები იყო. აკი არ უნდა ვიждდე თქვენთან. მაშ სადუნაი? იქა 12 წელიწადი წყალქვეშაგენის კაპიტანი ვიყავი. 12 წელი არა მომიყვია წყლიდან თავი. დღეს რომ ამ წყლის ძირას ვიყავი, ხვალ ეგრე ვიყავი, ორ ქალაქები და ქვეყნებია წყალქვეშ რომ იცოდეს. ერთი არ გაჩერდებოდით აქ. დღესვე ჩასვივოდი წყალში. მაგრამ რა გამოგივათ რა არაფერი. თქვენი იმათიან არ იცით, იმათ თქვენი ვერ გაუგებთ ერთმანეთს. ჯობია ესე ვაქიოთ. გინდა იმას რო ვიცოდე. მე ზღვასებერი აქ. ზღვა რაღა გინდა ზაცო. აგერ ნარიანის მთაზე ტბა რომ არის, შეგიძლიათ იქ ჩაწვიდეთ. ეგ ტბა ისე ძირის პატრონია რომა პირდაპირ ზღვასთან აკავშირი. აბა შენახა რა. განა ერთხელ შემომიცურია მაგ ტბაში და ორჯერა, მაგრამ თავის ამოყოფა შეიძლებოდა. საიდუმლო დავსურავდი. ზოგჯერ მწყემსების ლაპარაკი გამიგონია ტბის ნაპირთან, მაგრამ თავს ხომ არ მოყოფდი. ერთი ქალაქი მაგ ტბის ძირშიაც არის. იქ არავინ არ ჩავარდეთ, თორე სულ ერთია თქვენი მათიან არ იცით, იმათ თქვენი და ვერ გაუგებთ. ვერ შეეწყობით ერთმანეთს. მაინც როგორი ენა? რა ენაზე ლაპარაკობენ? აი სერიო, მისე. ეგ რაღაცა ინიშნავს, კაცო? ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ კაცს ისე ვერ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენ. ერთხელ მახსოვს წყალქვეშ ზემოდან წყებსების ლაპარაკი შემომესმა. ამოვყავი თავი. მივიხედე. გუდამაყარში არ ყოფილ ვარ. აიღეს და წყალქვეშა ფლოტიდან გამომაგდეს. არ უნდა მოგეყო. ენდე თქვენა და ენდე თქვენი გემი და წამოვედი. მე რა მოხდა? მე საეროპლოზე გადამიყვანეს. მე არც იქიდან გედი მეგეყო? არა. არ უნდა გადმომეყო. შესადგილას. მე მაინც გადმოვყავ. ვერ გავწევ. ოდა რო ვერ გავწევი და გადმოვყავი, იმიტომაც ავზივარ თქვენთან. შენ ჭრელა, შენ რას დადიხარ იქით აქეთ უპატრონოს არის. აჯანს ხასანის კიდე არ მოიდი შობდელ ნაშობი. ჩემთან რო კაკანებ და ხერხებს ხერხებსადებ. მაგას თავის ფარტავაკინკე, მაშინ სარდალი არ ვიყო. არჩენა მხრიდან ჭრელები, არჩენა მხრიდან თეთრები. აბა მომყავი. ეხლა გაგმოსოფელში გიძივარ სალაშქროს. აბა მომყავი. მაგის შიშიტა ხალხი. დაგავდე კალო. მიღავატე თქვენი გენდავატი. შენი სიცხრიგა, შენ გაგიჩნდა გახმის ჭირი. Раз, два, три, раз, два, три, раз, два, три, раз, два, три, раз, два, три. გენდავატი თქვენი. იხედეთ ხალხო. ქალებს დავიხოთ ამ შობელს აღლიესა. ქალებს დაიხოცავსო. სადახართ ხალხო? გამოუსწრაფი სოფელი. ვაჟიგოგი თავისი ამბები. ებხაი თავის ფასია.
გამარჯობათ ხალხო. აბა ახალი დარდები თუ გაქვს? გერმე. ო, გალილეი, კიდე მიგაბეს კაცო. მივადი სამაკი დედავატი. მოიცა, გალილეი. ეხლავე. მე ის მადარ. მოიცა. ჯერ დარდის ნომერი ჩავიწეროთ. მაშ ესე. დარდი ნომერი 1671. გაჩოხლებული გალილეი. აბა რა გადარდებს? მე ის მადარდებს, რომ ალექსანდრე მაკედონელი აღარ არის. ნაპოლეონი მოკვდა. მე დატოვებული ვარ. სულ ეგარი. ხო, სულ ეს არის. აბა მეზობლებო, დიდი ხანია აქ არა ყოფილვართ. რა დარდები გაქვთ ახალი? დარდი ნომერი 1672. ჩოხელი, ვაჟი, გოგი. აბა მითხარი რა დარდი გაქვს? ისა. ისა? მოდი მაინც ჩავიწეროთ. ჩაიწერე. აი სერიო. ისერიო. მისერ. რა დარდია? ეგ რა დარდია. შერაღა გადარდებს, ვიბღავ. მე ისევ იმ სახლის დარდი მაქვს. ხალხო, მოდით ავაშენოთ ერთი დიდი სახლი. შევიდეთ და სულ ყველამში გვიცხობ. რამდენი ოთახი იქნება? 500. რაც სახლები გვაქვს, ყველა უნდა დავშალოთ. მე ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. მაშა, ჯერ მარტო სასადილოსთვის 20 ოთახია გამოყოფილი. კი, მაგრამ ამბე რა თქვინდა? თუ ჭამა არის, ჭამა იყოს. პირველ ოთახში ფეხზე გაიხდი. მეორეში ზედატანსა. მივღავ. ქალებმაც უნდა გავეყადოთ. არა. ქალებმა ისე რაში გადაში. მე არაფერსაც არ გავიხდი. მომეშვი ქალო. მაგას თუ უსმენ ბიბგაი. მეხუთეში რა იქნება მეხუთეში? მეხუთეში ყოფსების ოთახია. აიღებ ყოფს და გახვალ მეექვსეში. იქ თეფშები აწყვია. აი ეგე გახვები. მეათე ოთახში რომ მიხვალ, იქ წვნიანი ქვაბი დაგხვდება. მე-16-ში ხინკალი. მე-17-ში მწვანი. აი მე-18-ში ვაშლი. ხო და გახვალ მე-19-ში. იქ გაშლილი ლოგინი დაგხვდება. მიწვები და მიიძინებ. ესე იგი მიიძინებთ. რატომაც არა რა. ხო და დაგახლեք თავებს. შენ რა გადარდებს, ლეო? ფილც არ მადარდებს. ერდიერა და ის. აი იმ დიდი სახლის დარდი მაქვს, ხალხო. ერთი ეგეთი სახლი აგვაშენებინა და ცხოვრებით სიამკბილობით. დარდი ნომერი 1675. რა გადარდებს, კიმბარო? ამ დასაწყისი სად არის? ამ დასაწყისი. აი შენ. ხორი ხوارდე ეს. ქვეყანა თავზე გვენგრევა, თქვენ კი მიწასასკებთ. რა იყო რაშია საქმე? რაშია და იმაში რომ ჩოხელებს აღარაფრად გვაგდებენ. როგორ თუ აღარაფრად, ეგ საიდან გამაიტანე ხალო? აგე? ტაშკენტი დამემოწმება. მოდი ახლა ხალო. დამემოწმები კი არა რომ მეც საწვისა. შეთე. მოდი ახლა ბალღო. მოდი ახლა შვილო. მოდი ბალღო ჩემთან. აი ამ ბალხს ხომ ხედავთ? არა, ხომ ყველანი კარგად ახედავთ ხალხო? აი ამ ბალხს ცოლი უნდა. ნუ დაი მაგის რა გაცინებთ რა? მერე დაიცით რომ ქალმა უარი გვითხრა. ვინა? როგორ თუ უარი? მერე და ხომ ისე იყო დაკანონებული გუდამაკარში. ვის კარზედაც არ უნდა მისულიყო ჩოხელი. კოჭნი იქნებოდა ის თუ ბრმა უარი არ უნდა ეთქვას. ეგრეა. ეგრე იყო ყოველთვის. ეხლა ეგრე აღარ არის, არა.
ხალხო ცოლი გინდა ამოიღე ხმა ხო მინდა ამ გაიგონეთ ხალხო უნდა მერე და რა ვინ არ მოგცათ ვინ გითხრათ უარი ვინა და დიდება ამ წარია არ მოგცემთო ის დრო აღარ არისო ყურები გამოიჭიჭკნეთ ბნელებო როგორ? ბნელებო? ეგრე თქვა? ხო ეგრე თქვა ხო სწორედ ეგრე თქვა ბნელებო მას ეს განცხადება მხოლოდ ფერდინანდის მკვლელობას თუ გაუტოლდება. ეს ხო ნამდვილი კაცუსბელია. ვაინა! 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 ომი! მხოლოდ ომი! დაეგავთ საჯოს იარაღის ძალამ! ასე არ არის ხალხო! ასე არ არის! დაიჩოქეთ! შევფიცოთ დროშას რომ წავალ და ჩვენ ძველადად წესებს აღვადგენ. ქალები გვერდზე გადგნენ. კაცები დარჩებიან სათათბირო. სათმოვდე. მიდი კაცებში გაერია შენ. გამორჩეულო შენა. უპირველეს ყოვლისა ჩვენ მთავარ სარდალით ჭირდება. სიბერის გამო უარს ვამბობ ამ თანამდებობაზე. თავაზობ თავიციოთ ვაჟი გოგი. გამოცდილი კაცია. ომში და ლაშქარში ნამყოფი. ზორია. კარგია. ხალხო, ომ მართალი ვარ. გავიდე ვაჟი გოგი. დიდი მადლობა მეგობრებო ამ ხალან დობისათვის. დარწმუნებული იყავით რომ გავამართლეთ. მას ასე გადავდივართ საქმეზე. არც ერთი სახელოვანი ლაშქრობა ბრმად და ქაოსურად არ ჩატარებულა. უპირველეს ყოვლისა თანამდებობები უნდა გავანაწილოთ. მე მგონი ჩვენი მამაცი ქალების გარეშე არაფერი გამოგვივა. ომი ქალების საქმე არ არის. გოგია შენ ახარ სარდალი და შენ გადაწყვეტ მას ისე იქნება როგორც მე ვიტყვი. დედაკაცები მიიღებენ მონაწილეობას ამ ლაშქრობაში. ჩვენი ერთი ქალი სხვა 10 კაცის ფასია. კაგო, მოდი აქ. ოჩახ კაკო შენ იქნები ჩემი ადიუტანტი. აპარეკ სამხარაული. ბარ. შენი ნიშნები მემატიანეთ. გევალება დაპყრობილი ადგილების აღწერა. დადეს კრივში. დადიო. გისმენთ შენი ნიშნები მეზარბაზნე. არის ვაკუხებ ყველა დიდ სარდალს ლაშქრობაში თან ახდა წერლები, ფილოსოფოსები და ისტორიკოსები. ამ ლაშქრობაში ჩვენი ფილოსოფოსები და მწერალ მემატიანეები ბევრ რამეს შეიწერენ იმათგან, ვისაც ჩვენ დავამარცხებთ. ფილოსოფიურ გამოკითხვებს მე ვატარებ. თანახმა ვარ, ჩადექით. ომი ბევრ დარწაბადებს და ჩემი ყოფნა აუცილებელი იქნება. სწორია, ჩადექით. მე ცოლი მინდა და უარს მეუბნებიან. ამხსენი თქვენი დედავატირე, მტრებო, ვირებო, გამყიდველებო, ამხსენი თორემ წაგასრեք თავებ. ნუ ღელავ გალილეი, ახსენით ხიარულავ. უხშენი. მოიცა. თერა უკვე ყველაფერი გაანაწილე. და მე რა არ მიყევარ ჯარში? შენ აქ რჩები გალილეის საგანგებო დავალება გეძლევა. შეიძლება მტერი ჩვენ სოფელს დაესხას ჩვენი აქ არ ყოფნის დროს. ვინ უნდა დაიცვას იგი თუ არა შენ გალილეი? რჩები აქ. ოჩახ? და ახლა მთავარი უნდა შევიმუშაოთ ჩვენი ლაშქრობის ტაქტიკა და სტრატეგია. ჩვენ რახან ცოტანი ვართ, თავარი ჩვენს მოქმედებაში სისწრაფე და მოულოდნელობა უნდა იყოს. ჩვენი ელვისებური მოქმედებით მტერი ისე უნდა გავაბუროთ, რომ
გონზე მოსწულად ვერ მოასწროს. დასტოვე გაგო, ახლა თქვენ დედაკაცებო. გარახტინაი. შემდეგი. დაციავ. დასტედავ. გამოდი ხალხო. თქვენი ნიშნებით მზვერალებად. კეთვალ, ნინუავ. ხიარულავ ქალებში. არის. თქვენი ქნებით ქვეითი მოლაშქრენი, ანუ ინფანტერია. მე გოდია. შენ მერე, გაგო. ვერებო, ეხლავე წადით ხეობის შემოსასვლელში და ძვალები ჩამოაყენეთ, რომ გარეშე მტრებს ხები გადაუკეტოთ. მესმის. ჩონდექით. მომყევით. დედა. აი მოგიკოდა შავფანელი დედა. მიდი კაცებში გაერიე, მაიცა. მიდი შულო, ხალი ხوارა ხარ. გამო, რას უდიხარ, ხა? ხო, მოვდივარ. ჩაღი, შენი ნიშნები ლაშქრის წერლად. მე ამ ლაშქრობის წინააღმდეგი ვარ. იმიტომ რომ ომი ჩემი საზრით უდიდესი სისულელი და ბოროტებაა. მე ვთვლი რომ დიდებანთ მწარია სწორედ მოიქცა თავის არჩევანში არ გაატანა გოგო აი ამაცა. ბალღო! რა თუ აი ესე სწორად რომ კაი თავისუფალი უნდა იყოს თავის არჩევანში. არავის არ აქვს თავადობის უფლება. რა თუ ძალადო? აი ესე. ვეროლებო! მიხედეთ თქვენ საქმეს! ჩაღი, იცოდეთ დღეიდან სამხედრო მდგომარეობა გვაქვს გამოცხადებული და ყოველგვარი შეპასუხება, კამათი გრძელება, შენი ნიშნები ჩვენი ლაშქრის წერლად მორჩა და გათავდა. ჩადեք წრიფში. სალომევ, კადუშავ, მართავ, ორი ნაბიჯი წინი არ. აბა, დედაკაცებო, ერთი გვაჩვენეთ რა ხმები გაქვთ. იყვირეთ რა ძალი და ღონე გაქვთ. აბა, 1, 2 და 3. გოგობათ. ჩადեք წრიფში. მაშასე, დედაკაცებო, თქვენი ნიშნებით თავარ მკვლელებად, პირველები შეიჭრებით მტრის სოფლებში და ყვირილით პანიკასა და დაბრეულობა შეიტანთ. არის. ჰიტლერიკა. სურვა. არიცით, მე გასავლით ბოლოს სამი ქალი გამოდით. ჩემს მოძრაობებს დააკვირდით და კარგად მიყურეთ. ალე. ჰოპ, კარგია. 1, 2, 1, 2, შემომ, ხედეთ, მე მიყურეთ. აბა, ქალებო, ამოდით მაღლა. დაწეკით. ალე, ჰოპ, კარგია. შენც დაწეკი. ალე, ჰოპ, კარგია. დაწეკით. დაწეკით შილვან ქალო, მეც ახლავე მოვალ. აჰა. ალე. ჰოპ, კარგია ესეც. ხომ არ გაფკინეთ. 1, 2, 1, 2, 1, 2, ფრანცისული. 1, 2, 1, 2, ქალები, განზე, ფეხები, მაღლა. 1, 2, აბა, ქალებო, ევროპული. ვინტო, ჩეთე, გადი და ხალებში. ვინტო, დაგრული. ჟირი, ხალაზე, ძნელი, ჟირი. ო, კარგია ესეც ასე, დღეისთვის საკმარისია. ზურგის სარდლად ნიშნავ გალილეის. არის. ექიმი არ გვინდა? ღმერთმა დაგვიპაროს და რომინმე დაჭირან. ანავად გაგხვდეს? ო, ექიმს ლაშქრობისას მოვიპოვებთ. მოწინააღმდეგეს წავახმებთ. დილით მამლის ყილზე ვიკრიბებით, დავიშალოთ. გაგო შენ ხარ. როგორ მოგეწონა ჩემი განაწილება გაგო? ისე რა. მე ასე ვფიქრობ. ჯერ დავიფროთ გარშემო სოფლები და მერე გამარჯვებულები შევესიოთ დიდებანს. კარგი. ო, მომაწვანზე კაკო. ოიდან მიგდე ხარეებს უტყვი. აბა, იმღაი, პროშასტი ემაღლა სიტყვა უნდა ვთქვა. ჩემო ჭრელო არმია, ისწრება მსოფლიო მნიშვნელობის ელვისებური ომი. ჩვენი ვალია ერთი ნაბიჯით მაგიერ, 3 ნაბიჯით წინ და 6 უკან. დასწორდით წელში და შეუპოვარი ბრძოლით ასაღელეთ ჩვენი დროშა.
100 თვალი, 100 ყური. გასაკუთრებით თქვენ, ჩემო დედაკაცებო, წერეთ და წერეთ, ჩემო მემატიანენო და ფილოსოფოსებო, რათა მსოფლიო ომების საგანძურში შევიდეს ჩვენი ფესა. როგორია ბაბო? ისე რა. შემოლომებო, ჩვენ წინ ჩამოლაურია, ამყევით. კაკო, როგორ მოგეწონა ჩემი სიტყვები? ისე რა. აბა, ეგეთები არ იყოს. დაგინახავენ, თავი. სადმიჟურება, შენი კანო დაგინახავენ. ქალებო, აგერ თქვენ, აგერ დინარე. გასწურეთ. არის. ოჩახ. გავცურეთ. არის არა? ხოსებო, ინ! მოვიქალო, მოდი ჩამოვაცურეთ. აბა, რა ნახეთ ქალებო? სოფელში მარტო დედაკაცები არიან. მანზე სკოლა დიდებს აქვს. ხო, ხსოვენ. ხსოვენ რა? გამოდი. ამგავი ქალებო, ხოცა. ესენა, კალო, ჩემი ბალღი სად არის? ხახრო, შენდე, შვილო. აქუხე, არის ვაკუხე. აბა, ეხლა შემომფიცეთ, რომ ჩვენ ჩოხელებს უპირატესობა გვაქვს ქალების ამორჩევაში. ფიცავთ. აი შენ, ამოძევით. აჰა, ამორა. დაჯექებანთ? დავჯექ მე. სახელი და გვარი. ტიგლაურ სოლომონი. რამდენი წლის ახარ? მე 80 წელში ვიყავ. შენი საზრით რა არის სიცოცხლე? რა ვიცევა? ან საიდან მოვიდა ის? სიცოცხლე ვითომ და ღვთისაგან არისო. კაცი რო დაიბადება თვისა და მთორის სავალსა, მაშინ დაუწერს უფალი თავის თავგადასავალსა. კაცსაო, თავისი ბედი-ღმალი თავში აწერიაო. რა აწერიაო? ბედი თავისაო. ერთი ქალი ყოფილა მშობიარე. მას ბიჭი ყოლებია. ამ დროს მოსულა სამი მწერალი და ამათ ლაპარაკს ესა კაცი ყურს უგდებს. ერთმა თქვა, ამ ბალღმა იმდენხანი იცოცხლო, სანამ ხეზე ახტომა შეძლოსო. ჩამოარდეს და მერე მოგვდესო. მეორემ უთხრა, არაო. წყალმა წაიღოს და იქ დაიხჩოსო. მესამე თქო, აი სანამ ის ნიგზურაი არ ჩაიწვებაო, მანამდე იცოცხლოსო. კერაზე ნიგზურაი ენთო, იბალღის დედამა აიღო ეს ნიგზურაი, ჩააქრო და შეინახა. მერე რა მოხდა? გაიზარდა ბალღი. მაიყვანა ცოლი. ინიგზურაის ამბავიც უამბო თავი დედამა. ერთხელ კაცი ცხრიდან მოვიდა და ცოლის სახლში რო არ დახვდა, წისქვეში წავიდა. ალბათ იქ დაუღამდა და არ შეეშინეს. იქვე დახუცა. თვითონ კი წამოვიდა, აიღო ის შანახული ნიგზურაი და ცეცხლში დაწვა. იმავე ღამეს მოკლეს იმისაგან მოკლულის ძმებმა. მე თვითონ ეს არ მინახავს, მაგრამ ხალხი ასე ამბობს. შენ რომ ქონოდა ეგეთი ნიგზურაი? დასვადი როდისმე?
ხანდახან ისე მომივაკეჯავრი ჩემ თავზე, შეიძლება მეც დავწვავდი. სიკვდილი. რა არის? რა ვიცი, საიდან მეწოდინება სიკვდილი, რაც არ ვიცი. რა აზრი აქვს კაცის ხანგრძლივ სიცოცხლეს? სიცოცხლე გვიყვარს, მეტი არაფერი. რაც უფრო ბერდები, მით უფრო მიტკბება სული. ქვებსა და ხეებს ეყურებათ თუ არა? ხეებს ეყურებათ, ოღონდ თავიანთ ენაზე. ქვებზე კი არა ვიცი. ხალხო, ჩვენ და თქვენ ერთი ხეობის ხალხი ვართ. ერთი ცა გვახურავს მაღლიდან და ერთი არაგვით ჩამოგვიდის ჭალაზე. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენ ჩოხელებმა გადავწყვიტეთ ავაშენოთ ერთი 500 ოთახიანი სახლი. აი ამ კაკლებისგან კარგი მასალა გამოვა. ახლა რაც შეეხება ქალების გათხოვებას. მით ჩვენ არ გვინდა. ისინი ვიზერაც გინდათ იმაზე გაათხოვეთ, თქვენი ნება. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ტყვედ მიგყავს თქვენი ექიმბაში, ზინაი. იპარება! ურაშელა, ჩათვით დაუბახჩი. მარო! ნუ გადაყერე. მე უკვე ვარ, მარო! ნუ ყერი ხატორი დაგახრი. ვაიმე, ვიჩელე! სულასე კეიფში დამიბერი ვაჟი გოგი, ეს თები ჩამიხატო? ეს უფრო საჭიროა. გასაგები. Tik-tik. Tik-tik. Tiki-tiki. Tiki-tiki. გაღმა. წადი. დებო, დიდი ხანი არაფერი ისმის საზღვაო ნაწილი და წადით ეკავშირი აღადგინეთ. არის. წადით. კიდევ გაგვეპარები ქალო. არა. დაწავა. ამოიყვანეთ. თან ათეკვეთ. აბა, ამოხტი ზინავ. დაიჭი. ხედავ, კალმახის გამომიზანე ჩემაქალებმა ზოგი წვრილი, ზოგი მწვრილი, კაკო, გადაეცი მზარეულებს. გაიქი გასწით გაღმა სოფლისკენ, ამიზუსტებთ მათ რიცხვს და საბრძოლო დისლოკაციას. რა? გაიგებ თუ რა და როგორ არის იქა? გასწი. ხო. გასაგები. სოფელში მარტო დედაკაცები არიან. ტაშკენტად დამემოწმებ. ოჩა, ზურალებო, ხო არავინ დაგინახათ? არა. მადლობას გიცხადებ პირად საქმე შეტანით. ჩაღი! დაწერებ ძალება ამათ დაჯილდოების შესახებ. გაგო! Поклон. Ох.
დიდი მადლობა, გენაცვლე, დიდი მადლობა. ჯერა. რაზმო? საბადაშით. დავედი. ალო. სიმღერით. ჯორ. რა არის ეს კაკო? ხალატია, ხალატი. კაკო, ეს ლაპური მიდერეებს უთმი. აბა, შემოუძლებელო ჭრასცლიანებო. არა, შენს თუთქულაურია. ეკვეთათ მედგრად. მიფხრით, მაფხრითად ყველაფერი, ყდანი და ღრანი და დაამტკიცეთ უფლება შენი მერტმრობას სარდალ. რომ ეს ხვასის კლიგავ, მიწარმოწერეთ ყველაფერი, ახალი ძველი მომგვარესლომი. სურია ამი! ბაბა, სამხედრო თვალებს. ჩათა და მასწრეთ კლაჭები. როგორია კაკო? აბა, ჩაუხდეთ თუთქულაურებს. თავს დავახუროთ ბალები. შემოვალება ბოქები. აიარგადი მარჯვნი. ავანგარდი მარჯვნი. არბაზები ხერხალ. მათიანებო და წარლებო თავს დაუხდი. ომსვები იწყება. ზარბაზნებს თქვენ გათრევინები. ფეხი მაღლა, ფეხი დაბლა, ჯეკ. მოვედი კაკო. სადო რაზმე დაწყობილია. დასტოვე. ეგრე გადამიხადეთ არა. ეგრე მეცით პატივი არა. მზვერალებო! სამი და ბიჭი წინდას! აკის სოფელი დედაკაცების სავსიავო? სათემო დროშას აფიცავად იყვნენ. მერე და სად არიან? დაგინახათ ვინმე? იცავ, არავისაც არ დაუნახივარ. ტომის? ეგრე. ჩაღი, გაუქმებ ბრძანება მათი დაჯილდოების შესახებ. არის. კაკო. დროშა არ გამოვკიდოთ? არა, ჯერ არა. ჯერ ხომ არ ვიცით. რას გვიპირებენ? გაამაგრეთ ალყა. გადაკეთეთ სოფლის ყველა მისადგომი. ისე რომ ჩიტით ვერ გადაფრინდეს აქედან. მიხედეთ საქმეს. გამოდი, ხალხო! საგარეს გაციანდა. დედა, შენ და შავი ჭირი. გამოდით ნუ იმალებით, რომ გადაგიბუგათ თალსაფელს. ხუთამდე ვითვლი. 1, 2. ხალები მაღლა. დაიჩოქეთ. კაკო ხედავ რა სტრატეგია. დაიჩოქეთ მეთქი. დაიჩიკავო. ალყა შემოარტყით. ჩიტით არ გაფრინდეთ აქედან. აბა ახლა დაიფიცეთ რომ დღის მერი არც დაგვემალებით. ქალებსაც მოგვათხოვებთ გაუჭიანურებლად. და კიდევ სხვა რამეებსაც შეგვისრულებთ. ფიცავთ. სახელი და გვარი? ალოდავა. ზეკავა. რამდენი წელი სახარ? 60. შენი საზრით რა არის სიცოცხლე? სიცოცხლეცა და სიცოცხლეც. კარგი, აბა მითხარი, წყალმა ფიქრი იცის?
იცისა. ქვაბა? ქვამარ. ხემა? ხემაცა. მას გამოდის რომ ხებით როცა გრძნობენ. რა გამოდის? კარგი, აბა მაშას მითხარი. ცხოვრებაში სიტყვა მეტი გინახავს თუ სიმწარე? სიმწარე. სიცოცხლე გიყვარს? რათა? სიტყვა. მიყვარს. თუ ეჭვებაშად? აბა ეს მითხარი. მტერი ავს. აბა რა გითხრა? და ღმერთად გიყავ. მაშინ ისდები, განაშეძლება ღმერთს მტერი ჰყავდეს. მოწმუნე. რატომ გვემალებით ხალო? დაიჩოქეთ. ვისეუბნებიან, დაიჩოქე მეთქი. დაიჩოქე ხალო. გადაისუფლეთ მოედანი. გადაისუფლეთ. არიჩოქებთ რა? მას არიჩოქებთ რა? ფიარულავ. საჭიდაო დაუკარი. ალისა. არახტირავ გამოდი. გამოდი მეთქი გარახტირავ. Garachtinau, tenim sopio gibure farsematun dialekti. Kesrole da gauza. Kesrole. შენი ბედი რა ფიმე ეს რიკის ბოლი ხალო რაზმო დადაკ მიყიდა შეგხვდები შაჩარდი გამასათხოვარი სიტყვის პედაგოგისა ვაშიკოგი მოაბრუნე ლაშკარი რაც იყო დრო არ მაქვს მოსაბრუნებლად მეორედ კიდე მოbrunება ცუდის ნიშანია აბა უსიტყვოდ როგორ იქნება ძალიანად კარგად იქნება შემდეგში ყურადღებით იქნები. ყველას მაგიერ მე ხო არ ვიფიქრებ. ყველამ თავის საქმე უნდა იცოდეს. ქალებო. ჩვენ საერთო სახლის აშენებას ვაპირებთ. სულ ყველაფერზე თანახმავარ. ხო დაუჩვენოთ არაფერი გადაწყვეტოს მან. თანახმავარ. აბა, წავედი. რა უყურებს? ხარი ჩამერდი ვეღარ ამამიყვანი. რა იყო ლეო? ხარი ჩამეფრო თოში და ვეღარ ამამყავს. დაუყო. ტარიმახია. შერაგეს მის ტარიმახიისა ლეო. აი როგორ უნდა ხარი სამოყვანა. ეგარი ტარამახია. სოფელში ერთადერთი დედაგაცია. ისი ტუტი-ტუტს ეკდება. როგორ თუ გტება? შენი რა ბრალია? დედაკაცი თელ საქმეში აგვიშლის. არ გადი დარჩეს, ამა გადი პერიოდ. სახელი გაფარი? დას, ბედოიცა. რამდენი წელი გინდა სიცოცხლე? იგანა ანთელენა მასოთი წელი იცოცხლა. მაინც რამდენი წელი გინდა იცოცხლა? აბა რა გითხრა შილო.
ბედის მწერლები თქვენ ახარ და თქვენ გადამიჭრეთ. სიცოცხლე. კარგია თუ ცუდი? ზოგისთვის კარგი, ზოგისთვის ცუდი. რა აზრი აქვს სიცოცხლეს? მაშ მეორედ მოვლე მკვდრები. არა. შენ კარგად იცი მიქელ გაბრიელ უკან არავის აგზავნა. მაშ სულიც მიწაში მიყვება ხორცს. არა, სული ზეცაში ადის, ხორცი მიწაში ჩადის. ღმერთი არის? არის. ყველაფერი არის. შენ ეს ძალიან კარგად იცი, მაგრამ მე მცდი. ბოლონად რომ გააქვს რაიმე, რაც ნატრები? აბარას, ერთი უბადრონო ქალი ვარ. შვილი ომში მყავს და გარკვეული იმის ნახვას ვინატრებდი, მეც არაფერს. საბოლოო სიტყვას რა სიტყვოდი? გიორგი, შენ აღარ. გარდაიცვალა. გამარჯობათ. სოფელში ერთი მოხუცი კაცია. 5 ქალი და 2 მთვრალი. იმაცინათ. ხო არავის დაუნახეთ. ხო ჩაღმს ვერ ჩაგი. დაწერებ ძალება მათი დაჯილდოების შესახებ. აბა მომყევით. ვინც კაკლის ხეებს არ დარგავს. ის მერც იმ სასადილოში შევა. მე მომჩი. ფიცა. იმ ლოთებს თვალი არ მოაშოროთ. ეს შეიძლება შმაგობა იყოს. აბა რეკ წავიდეთ შტაბში თათბირი ჩავატაროთ. გუგეშინიათ მე ვარ. რასია საქმე? საზღვაო ნაწილის მიერ დაკავებულია ჯაშუში. სად არის? კარებს უკან. შემოიყვანე. არის. მიდი. საზღვაო ნაწილმა ჯაშუში გადმოგვცა. შეხსენით. დილა ხარ, რა ხარ, სადაური? აცანაურელი ვარ, მერაფმელიკიშვილი. საიდან შემოხვედი? ხეობიდან. როგორ? ხეობა ძოლებით არ იყო ჩაკეტილი? არა. ჩამოხსენით მაგეთოდოლები! რა მიზნით შემოხვედი? საფერო. საბუთები გაქვს? მაქვს. წარმოადგინე. ეხლა. აი, ხომ გეუბნებოდით, ეს ჯაშუშების ილეთია. დაიჭერთ ვარა იმ წუთში იტაკებენ ამბულანს პირში, მერე მიდი და გაკითხე საიქიოში. ეს რა არის? ბულავკა. რა გიდგა ბულავკა პირში? ჩიბის გასაკრავად. ეს შეგეკითხები რა გიდგა მეთქი ბულავკა? ჩიბის შესაკრავად, საბუთები რომ არ და... ჩილერია! მოდი აქ. ეს რაღაცა ეჭვა.
შეინახე როგორც მიფტკიცება. რა მიზნის შემოხვედი? თევზაოდ. ზამთარში ვის გაუგია თევზაობა? ყოველთვის ზამთარში თევზაო. აი ზემოთ ერთი ადგილია დატბორილი. იქ ყოველთვის ბევრი თევზია. ხედავს, ესეც ცოდნია. ეხლა კი წყალი არ გაუვარ რომ შენ ნამდვილად საზღვაო შპიონი ხარ. სრელებო! შენ ჩასვი დავბახში! დაბუდი. აბა ეხლა ყურადღება. პირველ რიგში ყველა მე მიყვარს. და შორიდან ხელის ჩამოწევ. ჩვენ ბრძოლით გამოვიარეთ ხუთი სოფელი და ახლა კოტორია მოხისტვა. მოხისტვა. საბრძოლოზე მამაცდება გალილეი. მოხისტვა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აქ. მოხისტვა. აბა გაილიო. და შენ მაკაცობამ. გამოგიძახებ. მანამდე ფეხი არ გაქვს ფუტკერი შემოგეცნი. შეგვაწაბინეთ. მიხ. მოგაფრთხილებ. გალილეი. რომ ხეობა ჯაშუშებითაა სავსე. ჭუ. ბაჟი გოგი. ბოჩა. საგო. მოდი აქ. გადაეცი ჰიტლერიკას. ასე პოპუშტა. კაკია. ჭი. ჰოპლა, გალილეიდან. ჰიტლერიკა. აჰა, მიუტანეს იმ ჯაშუშს რო გულდრობა შემოგვეცნავა. არის. ეს. შენმადა ბიჭო, ჰა? შენ არა უკულტუროები ხوارა გონი ვარ ჩვენა. დაიჭი. როგორია რაცა? რა ქვია შენ სათოლესა? კეთინო. ხომ არ გადაგიფიქრია ბიჭო? ხომ გინდა? მინდა. უნდა. მთავარია შენ გინდოდეს. თორე თუ ესე კარგად წავიდა საქმე, 3 დღეში ქორწილს ავაგუგუნებ. 3 დღეში. სახელდობარი? ვანო ბურდული. რამდენი წელი სახარ? 76-ში ვდგავარ. რა სიტყვის სიყვარულზე? რაღა დროს ჩვენი სიყვარულია. აბა სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ. რა არის იღბალი? აბა როგორ გითხრა, მოდი ისე ვისაჯობია ერთ ამბავს მოგიყვები. აბა მოყევი. აი იმ ნანგრევებს ვხედავ სოფლის ბოლოში. ხედავ. დიდი ხნის წინათ იმ სახლში ერთი გოგო ცხოვრობდა. იამზე ერქო სახელად. გვერდზე სოფელში კი 2 მეგობარი იყო. ერთს გაგიერქო, მეორეს კი ჯარჯი. ორივეს ის ქალი უყურდა. ორივე მიცოდა ესა. იამზეს ჯარჯი უყურდა. ესეც ორივე მიცოდა. ერთხელაც სანადიროდ ხამე მთაში მოუსწროთ. ერთი გამოქვაბული ნახეს და გადაწყვიტეს ის ხამე იქ გაეთენებინათ. ხედავს ადამიანი ამოსულა. ვინა? აი ის ნად. ეხლა რო გესალო, ხო ვერავინ ვერ გაიგებს. რას ვერ გაიგებს? იმას რომ მე მაკალი. აი ნარს ხედავ. ხედავ. ხო და იმას ვატყეინებ რა შემოგვა.
გაგი მკვდარი ყინულებში დამალა. 5 დღე მთებში იხეტიალა და სოფელში ჩამოვიდა. გაგი არ მოსულაო არა 4 დღეს. ამის მერე გავიდა 15 წელი. ამასობაში გაგი მიამზე შეირთო. რაგაცინებს? მითხარი რა გეხვეწები, მე ხო არაფერს გიმალავ ხოლმე. კარგი, გეტყვი. აი უნარს ხო ხედავ? ხო, ხედავ. სიკვდილის წინ ჯარჯი მითხრა, რომ მამკლა აი ნარს ვთქვენებ, რომ შენ მამკალიო. აბა ნარს ისე თქმა შეუძლია, ხა? გულთან უმიტან სარდალო წასვლის დროა. ხო, სწორია. წავედით. ხომ არ დადადიანდი კაბო? ისა რა? სოფლის უკაცურობა მადარდებს. სიბერე მადარდებს, შვილო, სიბერე. შვილი ომში მყავს. მე რავი, რა მადარდებს. ჩემდაც ვინმე ეს სხვას უყრავდა, ვისაც როგორ უნდა ისეცება. ხალათი რა დაიწყო? მენა დავკარგე. მენა ჩემი თარ. ტიში ვარ და ის. მე ის მადარდებს რომ მის ხალები ბავშვებს აღარ აჩვენებს. ერთ ადამიანში. ნამუსი დაკარგულიაში. ის დახვედრა რომ არ შეიძლება უწინდებოდ. ის მადარდებს. ელბურნიას რა კარგება მეც მადარდებს. სოტანი რომ ის მადარდებს. ეგა ჩემო ლომებო, თავარი ახლა კიტოხი ავიღოთ. და გუდამაღარი ჩვენია. კიტოხი, სხვა სოფლებთან შედარებით კულტურული სოფელია. მათ სკოლაც კი აქვთ. გამოცდილებით ვიცი რომ თუ აქამდე კულტურულად ვექცეოდით გაუნათლებელ სოფლებს, განათლებულებს ველურად უნდა მოვექცეთ, რომ დავიმორჩილოთ. მარა, ახლა შემომხედეთ რას ვიზამ? წავიდა. თქვენ კულტურულებო თქვენა. ბიბგაი, თიმბარ, მოდით აქ. ბაბი, დაათვალიერეთ სკოლა. ხომ უნდა ვიცოდით რა სასწავლია ბავშვებს. ავედი. ვაჟი გოგი, ხო, შენ კი ჯარი გაატარ გამოატარე. ხო, ბავშვებმა დაინახონ თუ რა ძალაგვაქვს. მიდი მოვდივარ. რაზმო, დადეთ.
ნაბიჯითარ თუ უნერგავთ ბალღებს ჩვენი გვარის მორჩილებას. კი, უნერგავთ. შეგიძლია დაიწყოთ. თუ შეიძლება თქვენი ბალღების ფილოსოფიური დონე შევამოწმოთ. კი ბატონო. შევამოწმოთ. ვისგან დავიწყოთ? აი, ამ ბალღიდან დავიწყოთ. სახელი და გვარი? მე ვქია მერა ბექაური. სიზმრებს თუ ნახულობ? კი, ვნახული. რომელი სიზმარი გახსოვთ? შუა ზღვაში ვარ და ქვევი მეცემა ზემოთ. ზღვა გინახავთ? ცხადში? არა. რას ფიქრობ? რა არის სიზმარი, რა ქვეყანაა? საიდან მოდის? ამ სად მიდის? სიზმარი არც მოდის, არც მიდის. ის გვეჩვენება სიზმარში გველანდება. მერა, რა უფრო გიყვარს? თუ ყველაფერი. ყველაზე ძალიან? მაინც? დედა, მამა. კიდევ? აბა რა ვიცი, თუ ყველაფერს მიყვარს. როგორ გგონია? ეს ქვეყანა ვის შექმნა? რა ვიცი, მოხდა ერთი ამბავი და რა ამბავი? რაღაც სულიერობა. სიკვდილისა გაშინია? არა. რატომ? იმიტომ რომ მაინც მოვკვდები. ვინმე მბრობ გითხრას? ბაყაყად გადაიქეცი და არასოდეს არ მოვკლავთო. გადაიქცეოდი? არა. ამ თას დასასრული აქვს? არა. დასაწყისი? არა. არ გეშინია? რისამე მეშინოდეს? უსასრულობისა. როგორ თუ უსასრულობისა? აი რომ არც დასაწყისია, არც დასასრული. მაგას რა ჯობია? რომ გითხრან ერთი დღე რათაც გინდა იმად გადაიქეციო, რად გადაიქცეოდი? გუგულად. რაღამაიც და მაინც გუგულად. კარგია გუგული, გაზაფხულს გვახარებს, თელ დღე ატკბობს. არემარეს გაზახეს. არაგვად არ გადაიქცეოდი? არა. ჩამოვარდებოდა ვინმე ჩემში დავახრჩობდი, წავიდოდი და ვინს აწავიდო. ვალად? არა. რატომ? მომწყვე და ვინმე ჩავჭკნებოდი, ჩავხმებოდი. ჩაჭკნებოდი? ჩაჭკნე. მასწავლებელი რას გვეტყოდა? სიყვარულზე. რომელ სიყვარულზე? აბავა? სოფლიო ისტორიას არ ახსოვს ისეთი მთავარსარდალი როგორც ჩვენი ვაჟი გოგი არის. გაუბარჯოთ ჩვენ ვაჟი გოგის. ვაჟი! აღარ მოგწყვეტ ამდენი წაწალი. მოგცეთ აღამოდაღმა სიარულს და წავიდეთ სახლებში. ძის ომი, ძის მთავარსარდალი. ჯო? გაგიზდა? აბა მოუხმეთ საველე სასამართლოს. აბა რე. საველე სასამართლო ჩემთან. არის. ატკებოდი. ნაორეთ მიქარავ ეგეთ რაღაცა. ადაკ წამოდი. მომგავით. შეძახა არა შენი. ნუ. ხალხო. ჩვენ და თქვენ ერთი ხეობის ხალხი ვართ. ერთი საგვახურავს მაღლიდან და ერთი არაგვით ჩამოგვიდის ჭალაზე. ჩვენ გასაყოფი არაფერი არ აგვაქვს. თქვენ უფლება არ აქვთ. უარი უთხრათ ჩოხელს ქალის მიცემას. ახლა მეორე. ჩვენ ჩოხელებმა გადავწყვიტეთ ავაშენოთ ერთი დიდი 500 ოთახიანი სახლი. ამისთვის კი მასალა გვჭირდება და თქვენ აუცილებლად უნდა დაგვეხმაროთ.
შემოლომებო, ჩვენს წინ ბუსარჭირია. ისე უნდა შევიპაროთ. ისე უნდა შევიპაროთ. ისე უნდა შევიპაროთ, რომ ნიავით არ უნდა გახანდეთ. ადეკით ლომებო, ასე არ დარჩეთ. მე აქ ვცები. ინამტყოლობას გაგიწევ ჩემი მრავალნაცადი ადიუტანტი. დაგო, დაუძეხ ლაშქარს. არის. ლომებო მომყევით. გასალთ მარსელენ ფრანგი დაშალე. გაგაგიმიდე, გაჩოდი თუ ბაზარშია. პეტენზია. სოფელი აღებულია. ოჩას შემოგვიტოს. მაიტა მედლები. მაიტა. ამდგარი მხეცი ხარ, კაკო. ურსაკილელებო, ყველა კარგად ხედავთ, რომ წინააღმდეგობის გაწევა ხელს არ მოგცემ. პირობა მოგვეცით, რომ არასოდეს გაგვიწევთ წინააღმდეგობას ქალის საკითხში. ქალის საშუალება რო იყოს, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა, თორე თქვენ ვიღადაგიჭერდა. შენა, ბიჭო. აბა ეგეთები არ იყოს. მე სიყვარულზე გეუბნები. გასაგები. სახელი და გვარი? ბურთა აფციაური. რა გადავდეს, პაპალ? ამ ქვეყანაზე დარდი რო არ ილევა ის მადართებს. როგორ აფიქრობ? ჯიჟი უფრო ბედნიერია თუ ჭკვიანი? ჭკვიანი? რატომ? იმიტომ რომ კარგი ჭკო აქვს გიჟზე. იქნება გის თავისი ჭკო უფრო მოსწონს. მაშინ რა იქნება? მაშინ ბედნიერია, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ იმის ჭკო არ ვარგა. რა არის ბედნიერება? კაცი რო ამ ქვეყანაზე მოსაგონარს დასტოვებს, ის არის ბედნიერება. რა სინატრებდი? აბა რას? მე მინახია, როგორ ყოლდნენ პაპაჩემის საფლავზე იები. მეც ამას ვინატრებდი. რა არის? სიცოცხლე. სიცოცხლე სევდა არის. ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი? სიკვდილით სევდა არის. ადამიანად არ ყოფნის სევდა. მაინც? რა ვიცი, აი ერთ ამბავს მოგიყვებით თუ გინდა. აბა მოყევი? ადრე ყოველ წელიწადს აი მთაზე ციკარს აკლავდნენ ნიშთან. დეკანოზი მთის წვერიდან თავმოჭრილ ციკარს გადმოისროდა და ხალხი ცდილობდა სამან ზემოთ დაეჭირა ციკარი. წყალობდა ხალხს. ცხოვრობდეს ხათი. შენის მწყალბელი. ღმერთო დიდება შემთვინა, ღმერთო მადლობა შემთვინა, ღმერთო გაუმარჯო ღვთისკარის მაშვენებას, თავარ ანგელოს, შენი სახელი ჭირიმე. ელიასა და ზაქარიას გაუმარჯო! მოკვდება ვარასისა. გაიგონე? რა? ციკანმა დაიჭი. მოგეჩვენ ალბათ იცის ხო? რატო არ კვდება? ანდახან ასე იცის, იგვიანებს, სანამ სიკვდილი არ მოაკითხო. რომ არ მოაკითხოს? ეგ არ შეიძლება. რატომ არ შეიძლება? ეგეთია წესი. რომელი წესი? სიკვდილისა და სიცოცხლის წესი. განალაღი ვარ რომღერი, გულისა დარდებს ვიქარავი, ვინც ჩემზე იტყვის ლაღია, ჩემსავით ლაღი მიცის არის, ვინც ჩემზე იტყვის ლაღია, ჩემსავით ლაღი მიცის არის.
წყალობად ხატის. იმიღებ. სტუმარ ღვთისა, მოგძან. სტუმარი ღვთისა. აბა, დაგვილის სტუმარო. გაგიმარჯვეთ. კარგად იყვენით. სიკეთე და სიყვარული ნუ მოგიშალოთ ღმერთო. დალი. არავსო, არა ვარ მიჩვეული. როგორსო? კაცი ვერ ხარ. ერთგანს როგორ ვერ დოლიო? შემოსწრებისა. გაცნობისა. არავსო. ხორცი მეერთვის სტუმარი. არა ვჭა. მაშენი საქციელი არ მომწონს. არა ვკადრულო. მე მაგას ვასწავლი საქციაცა. დაიცა ჭყუნავ. სტუმარი ღვთისა. დაგინდა. ჭყუნავ. მე ჩემი მithქვამს დავიწყე კიდეცა. ხანძე თუ გამოართე კიდეს უნდა დალიო. შენ არ გეწყინოს სტუმარო. ჭყუნავ ყველასთან ეგეთი ახირება იცი. არა, რატომ უნდა მეწყინოს? დასაპირებენ. ძალასაცდია. ვინ ძლიერია, ის გადასცემს იმ კოდს. შეიძლება მეც ვწადო. როგორ შეიძლება? მიდი. დაუკარეთ. სტუმარ ღვთისა. გამარჯვებული სადღეგრძელო უნდა დავლიო. მოდი. არ ვიცინო კი სტუმარო სახელს რომ გეკითხებით, მაგრამ წესია ეგეთი. გამარჯვებული სახელი სადღეგრძელოში უნდა ითქვას. სიკვდილი. სიკვდილი მქვია. ხო მართლა. ტყუის? არა, არ ვტყვი. მე რა გინდა? მე ვარ სიკვდილი. თქვენთან ადამიანური ყოფა მომენატრეთ და იმიტომ მოვედი. საუკუნეების განმავლობაში ერთ დღეს შემიძლია ადამიანად ყოფნა და სწორედ ეხლა დამიდგა ეს დღე. მე თუ შევიშვი. მომისმინე. მოიცა. მომისმინე. დღეს ზის ჩასვლამდე მოქვს ადამიანად ყოფნის ვადა. მე ისევ სიკვდილად ვიქცევი. იცით რატომ მოვედი? ძალიან მომენატრა თქვენთან ყოფნა. კარგად ვიცით შენი მონატრა.
მაქვს ადამიანად ყოფნისა და ძალიან გთხოვ მოჩანწა. ნუ იტყუებდი. რას ვიტყუებდი? სიკვდილი კი არა. ლაცი რა კი ხარ, ვიღაცა ხარ. მაინც აჭმონა დუმარი ხდისა. რატო არ აგჯერათ? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? თუ გინდა ნუ დამიჯერა. მე კიდეც გამიხარდება. დღეს ისეთი დღეა. არც რა სულიერი არ მოკვდება ამ ქვეყანას. მაშინ ციკანი! ეგ არ მომკვდარა. როგორ არ მომკვდარა? არ შეიძლება რომ მომკვდარიყო. დღეს მე ადამიანად ვიქეცი და მზის ჩასვლამდე ასე იქნება. დღეს მარტო ჩემი მოკლა შეიძლება, სხვა დანარჩენი არაფრის. ის ციკანი კიდევ ცოცხალია, ეგერ თავი მოდისულებდა. რაგაშინებთ ხალხო? მე თქვენთან სამხიარულოდ მოვედი. მოდით ვიმხიარულოთ. სიკვდილს გაუმარჯოს. შენს გაგიმარჯოს სიკვდილო. სიცოცხლე შვენობს შენითა. მოდი, ძმად გავიფიცოთ სტუმარო. გავიფიცოთ. შენი დედა, ჩემი დედა. შენი ძმა, ჩემი ძმა. შენი და, ჩემი და. გაეფიცე ბერო. იქნება მზის ჩასვლამდე თან წაგიყვანოს. იქითკანაც გზა გქონია. იცოდე ვინ შენ გაწყენინოს? მე მაწყენინოს. გაიგე? დედი, ერთი დღე მოქვს ადამიანად ყოფნისა და ძალიან გთხოვ ჩამომწარე. მე რომ ჩამამწარე ეს ცხოვრება. გთხოვ დედი, მეც დღეს თქვენნაირი ადამიანია. მე არ გებრალები. იცი დედი, დღეს მე ყველა მებრალებით, მაგრამ როცა ჩემოვალეობას ვასრულებ მაშინ. თუმცა რომ გითხრა არც მაშინ სიამოვნებს მაინც და დედა ყავში. არა. ობოლი ხარ. ხო, ობოლი. აბა ეხლა თქვენ თვითონ ასწვით რა ყოფილა სიკვდილი. მე მეტი არ ვიცი. აბა კარგად იყვით.
გახსარდა რომ მეგობარმა ლიამ ბიჭი გააჩინა. ვისგან? Leo! Gago! Medlebi! არის. შენგენ აცვალე, ლეო. შენი სტანავაში კაცები ჭირდება ბიჭო სამშობლოს. ეს ერთი და სხვა მრავალი. ხალხო! ახლა ჩვენ ერთით მეტი ვართ. წინ დიდებანია. მომყარით! ჩვენ წინ დიდებანია. დღეს ჩვენ დიდი დღესასწაული გველოდება. ახლა როცა მთელი გუდამაღარი ჩვენ ხეხთა კაკლებისა და ქალების მოსახლეობის მეტი რაღაც არ შენიათ იმ ბეჭდად თუ არა უციტო დამორჩილება. ადერვა დაწასვლა არ არის საჭირო. სწორია. დასასრულად წასვლა არ არის საჭირო. სადით ჩვენთან ჩოხში და გალილეის შეატყობინეთ რომ საქორწინო სუფრა გაშლა. ხო. მესმი. შეთე. მოდი აქ. დღეს საღამოს მოგისვამ შენ შეყვარებულს გვერდში. აბა, წინ, დიდებარისკენ. აი, ხომ გეუბნებოდი თვითონ გამოვლენ, ჩვენ შესახვედრად მეთქი. რა დიდებული წუთია? აბა, დაშეკეთ სიმღერა. თქია ასეთ. რა მოაცმას მეტანია? ტირია. როგორ ტირია? ეს სიხარული ტირილია, უხარიათ. უხარიათ რომ ასეთ სახელოვან ხალხს ისევ ერთგულებაზე დაგვიფიცებენ. კუბო მოაქვს სადალო. როგორ თუ კუბო? რას მოსთეკ? ვისაც აკრავებთ? სიყვარულს. შეთე, კეთილო სად არის? მარხავენ. როგორ თუ მარხავ? ვის მარხავ? ვის მარხავ თქვენი დედავატირე? ვის მარხავ დაგასლექტავებს ყველასა? თქვენ ხეთზე მოსხედა, ნადირებო რა საკეთეთ?
შორს ყოფილ. იკაცი ვეღარ. გამეხარდაია. დარდები შემგროვებელი. აი ეგრე დადის და ღმერთს ეძებს. ამბობს რომ ღმერთო. სიმაღლე უყვარს და სადმე მთის წვერზე იქნება. იქნება რამე უშუალოდ. რა უნდა უშუალოდ? მოიჩქროთ რა. დიდება შენ და ღმერთო. რამ შეგატყო? ღმერთო, აი ეს გუდა და ეს წიგნი ხალხის დარდებით მაქვს სავსე. გაგვიქარვი აგრემს დაილოცები. ეგ ძალიან ბევრი. ამოერჩიე მაგდარდებიდან ერთი. რომელიც გინდა და იმას გაგიქარი. მეც კი ნუ ღარ მოფ. ხო, შენი სახელი სჭირი. აი. არა. აი აქ. არა, ეს მინდი გავრებისა. აქ არის. შენი სახელი სჭირი. გარდი ნომერი პირველი, ღმერთო. ამბობენ ომი იწყება, კრეფენ სამხედრო ძალებსა, დააკვირდნენ დედამიწასა, ჩამოაგდნენ მთვარესა. ამბობენ იმ ომის შემდეგ აღარაფერი დარჩებაო, აღარც მდარი, აღარც ცოცხალი. მოდი ახლოს. შვიდად იყავე გარასოდეს არ მოხდა. სადი ახლა და მშვიდობითია. შეისმინა! რაღაც უნდა ხარ, წელი ზროა.